იმაზე მეტი სიმართლე აღარ არსებობს, რომელიც ახლა ჩვენ მხარესაა და არც იმაზე მეტი ალბათ სიცხადე. ეხლა რომ ყველაფერი ცხადია და თუ ვინმე ილუზია ქონდა რომ რაღაცა სხვანაირად იყო და მაინც ევროპაში მივდივართ არ უარეს აღარ იზავენ, უარესი რაღა უნდა ქნან, ეს ილუზიების სივრცეც აღარ დატოვეს ხო დღეს უკვე ეს პატრიოტიზმის ჭრილში აღარ წდება ეს ამბავი და ჩვენ მართლა გადარჩენაზეა საუბარი ელემენტარულად ყველაფერი რაზეც იდგა ეს ქვეყანა საუკუნეების მანძილზე აი ამ ყველაფრის წინააღმდეგ კი არ იბრძვიან ანადგურებენ უფრო სწორი სიტყვა რაც ვისი მოფიქრებაც მე შევძელი ის არის რომ გუდავს ერთი კაცი და ეს მედროვე მომხვეჭელები მთელ ამ ქვეყნის ისტორიას და მარტო მომავალზე და პოლიტიკურ ვექტორზე აღარ არის ლაპარაკი დასავლეთი თუ ჩრდილოეთი აქ არის ელემენტარულად სუნთქვის შესაძლებლობაზე მართლა რომ ვისუნთქოთ ამ ქვეყანაში და რეალურად ჩვენ თუ ვინმესთვის ვიბრძვით ისევ აი იმ სპეცრაზმელებისთვის რომ ხვალ გვარდიაში არ წაასხან და არ ჩაახოცინონ ომში რუსებმა და მათი შვილებისთვის ძირითადად გაქცევა არ გვინდა და არსად ვაპირებთ თორე აქ ვინც არის უმეტესობას ისედაც აქვს ევროპაში გზახსნილი ამ ფორმალური ამბების გარეშეც ანუ კავშირის წევრობა არ წევრობის გარეშეც და ისედაც დღეს თუ რამეა ევროპა ისედაც ვართ ევროპა და ევროპაც არა ჩვენ ვართ საქართველოს სინამდვილეში არა ეს ხალხი ვინც აქ მონაცვლეობით ერთდროულად გამოდის უფრო მეტი თუ უფრო ცოტა საქართველოს ესა ვართ ეს არის რის გამოც გვიყვარს საქართველო და საერთოდ თადამდელო ხომ არ არის მარტო და ყვავილი ყველგან არის კარგი ბუნება უკეთესი უარესი ადამიანები ადგილები მოგონებები ესაა ჩვენი სამშობლო ამისგან კვალიც აღარ დარჩება და ძალიან მოკლე ხანში თუ ჩვენ გავტყდით და ოდესღაც რომ ისინი თავისთაც დაასრულებენ იმიტომ რომ ყველა რეჟიმის შინაგანი ლოგიკა ესაა თვითონ იმარხავს თავს ისტორიულად ასე იყო და ეხლა ამ ესენი დიდი ორიგინალობით და გამომგონებლობით ივანიშვილი და ეს ხროვა არ გამოირჩევა და სხვა გზას ვერც დაადგება მაგრამ თავისით რომ წააგონ ამ ქვეყანაში იგივე გამეორდება ჩვენი ბრძოლით, ჩვენი წინააღმდეგობით, ჩვენი სიმტკიცით, ჩვენი გამარჯვება უნდა იყოს და არა მარტი ისტორიული ბუნებრივი მარცხი, საერთოდ მიექანებიან. იმიტომ რომ ყველაფერთან ერთად ანუ რომ ვერასდროს ვერ გამოვრიცხავთ მათ უნიჭობას და კაჯობას ყველა ნაბიჯში აი ამ ნაძვისხით დაწყებული რომ ნაძვისხეც კი რაღაც არ ვიცი ილუსტრაცია შეიძლება საახალწლო ნაძვისხეც კი მათ სიმდაბლეზე და არარაობაზე და უვიცობას უსვავ ხას თორე განათლება სხვა რამეა განათლების სტანდარტები მერაც წარმომიდგენია მათთან მოსატანი გაუნათლებელი მე ვარ და ისინი არიან უვიცები და დახშული არსებები და ადამიანური საზომებით აღარ უნდა გვიკვირდეს და წარმოვიდგინოთ რას ფიქრობენ და რატო აკეთებენ ამას ადამიანები აღარ არიან და ტყვიასაც ისროდნენ თვალის დაუხამხამებლად ტალღის რო არ ეშინოდეთ და უბრალოდ საქართველოა და არ არის რუსეთი და ყველა ვიღაცის ნათესავიან მეზობელიან შორეული თანაკლასელი გამოდგება და აქ სხვანაირად ტკივნეულად აღიქმება თითოეული ძალადობა და უბედურება იმედის გარეშე ვერ იბრძოლებ და ამდენად მიუხედავად ჩემი არც ისე ოპტიმისტური ბუნებისა და საფუძვლიანათაც 35 წელია ერთ და იგივე წელს ტრიალებდით მე პირადად ვიყავი კიდეც წასული და წინასწარ გათვლის გარეშე რამდენი სამუდამოდ თუ წლების მანძილზე მაგრამ შორიდან უარესია საკუთარ პატრიოტულ აღდგენებას ვერ მივაწერ ჩემ დაბრუნებას თუმცა ერთ-ერთი მთავარი ესეც იყო გარემოებათა თანხვედრა იყო რამაც დამაბრუნა 4-ზე მეტი წლის მერე საქართველოში ის იყო რომ შორიდან უფრო შეუძლებელია შორიდან კი არა აქ საბურთალოზე სადაც ვცხოვრობ ქირით ისიც კი მეშორება როცა რაღაც ხდება და მით უმეტეს სადღაც ვენაში ზიხარ და მარტო გაგიჟებს და გამწარებს და გაცოფებს ეს უბადრუკობა და ამიტომ აქ ბევრად კომფორტულად ვარ მეც და ყველა ჩვენ ვინც აქ არის ყველა მიცის რომ შეიძლება დაემართოს იგივე და უარესი ვიდრე მე უკვე ასაკოვან კაცს გადამხდა და გაცილებით ახალგაზრდებს რას უკეთებენ ხა მაინც მირჩევნია შემთხვევითობების ერთობლიობად ჩავთვალო ვიდრე პირადად ჩემ ამოჩემებად რატომაც არ უნდა მოვეჩემებინეთ
მეორე მხრივ ხო მტერი ვარ, მე ვარ ამათი მტერი. ყველასი ერთად აღებული თუ ცალ-ცალკე, იმიტომ რომ ისინი არიან მტრები, ისინი მართლა გვისპობენ რომელ ევროპაზე და დემოკრატიაზე და ლიბერალიზმზე ლაპარაკი, უბრალოდ იმათ უნდა ჩვენი განადგურება, გაქრობა უნდა ხო. იმ ახალგაზრდების, ახლა ახალგაზრდებზე არ სპეკულირებ ახალგაზრდებით, ისინი მართლა სხვა თაობა, საბჭოთა კავშირი მათთვის რაღაცა მითოსია და არქაიკა და ინტერნეტი დაგხვდათ. რომ მოხვედით აქ და ინფორმაცია სოფლიო გახსნილი იყო აბა ჩემთვის სოციალისტური ქვეყნები რო ერქვა ევროპის იქ წასვლაც კი ფანტასტიკის სფერო იყო კომკავშირთან თუ არ გავისურებოდიან რაღაც ამ პარტიული ხაზით ჩემ ახალგაზრდობაში ესე იდგა საკითხი და დღეს თქვენ უკვე დედამიწაზე დაიბადეთ და არა რაღაც დახშული მასში სივრცეში და ამიტომ ამათ ვერ გააჩერებ რა უბრალოდ და ვიბრძოლოთ სხვა რა გზა გვაქვს ვის ეხალისება თუნდაც ცივეში დგომა არა თუ ის რომ დაგიჭირონ და გცემონ და საფრთხის ქვეშ დააყენოს შვილები და ახლობლები მაგრამ აქამდე მოვედით და ჩვენი ბრალია ყველას აქამდე რომ მოვედით რომ არც არასდროს დაუმალავს ივანიშვილს ვინ იყო ვერ ვიტყვი რა იყო და რა უნდა და ყველა ეტაპზე ჩამოშლილად უბრალოდ რთული იყო მისი მწირი არტიკულაციული უნარების გათვალისწინებით აზრი გამოგეტანა, მაგრამ რასაც გამოიტანდი პირდაპირ გვემუქრებოდა 2011 წლიდან. აბსოლუტურად არ ნიღბავდა არაფერს. ზოგი თავს იტყუებდა, ზოგი სხვას ვერ აჯერებდა, რასაც ხდებოდა, როგორც ხდება ხოლმე, მაგრამ დღეს აღარაფერია ახლა ეს. პირად დონეზე უნდა გამოვიტანოთ სანქციები მე ცხოვრებაში არავინ დავიტოვე თუნდაც Facebook მეგობრების დონეზე არავინ დავიტოვე ვისაც გამარჯვებას ვეთქვი ახლა არც ერთი ნათესავი თუ მეზობელი თუ ყოფილი მეგობარი არ ვიცი სამუდამოდ ჩემ შემთხვევაში მე არ ვარ ისა რა ქვია ადვილად მპატიებელი ადამიანი და ალბათ სამუდამოდ ვინც მოვიწყვიტე ეგრე ხდება ხოლმე და უნდა იგრძნონ რაღაც რა ვიცი